ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო საყვარელო უფროსო თაობო, ჩემო აჭარლებო, გულის ფანცხალით ვადერებ თვალს ყველაფერს რაც ხდება და ასევე გულის ფანცხალით ველოდები ფეხის დათქმას საქართველოს და რა თქმა უნდა მათ შორის აჭარის მიწაზე. ლევანის ჩამოსვლა არა მხოლოდ დიდი მოვლენა იყო ლევანისთვის პირადად და ბევრი ადამიანისთვის, არამედ მათ ჩემი გულის ნაწილი გამოვატალი მას. 2004 წელს თუ არა თქვენი გმირობა და თავდადება ჩვენ ვერ დავიბრუნებდით აჭარას. ბათუმში ჩვენაც გავაკეთეთ, ეს არის იმის 20%-იც კი არ არის, რაც უნდა გაკეთდეს თელ აჭარაში. და ყველაფერი ჩვენ კიდე წინ გვაქვს. ბევრი რაღაცა ძალიან მაგრა გაკეთდა, უბრალოდ ბევრად მეტი უნდა გვემუშავა ხალხთან, ბევრად მეტი მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო თითოეული მოქალაქის, თითოეული მაცხოვრებლის, თითოეული ქობულეთელის, ბათუმელის, ხელვაჩაურელის, შუახეველის, ქედელის, ხულოელის, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი ეს. და გაკეთდება კიდევაც. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გადავწყვეტ ბანკების ვალების პრობლემასაც, იმის პრობლემასაც, რომ მარტო თუ ვიღაც ნაცავი არ ხარ წინსვლა არა გაქვს და სხვა მხრივ პრობლემებს გიქმნიან, იმის პრობლემასაც, რომ დანაშაული გაიზარდა, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს წინ და თითოეული თქვენგანი ნახავს ამ პროექტის სარგებელს და ხეირს. ამისთვის არის იქ ლევანი, ამისთვის ვიქნებ მე თქვენთან ერთად. თქვენ არ დაგჭირდებათ თურქეთში გადასვლა პატარ-პატარა შემოსავლის მისაღებად. იმდენი შემოსავალი გვექნება ბათუმში, იმდენი ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება ბათუმში, ქობულეთში, აჭარისთაში, რომ არცაც წასვლა თქვენ არ დაგჭირდებათ. ჩვენ მარტო სეზონზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. იმიტომ ვაშენებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, იმიტომ ვაშენებთ საავადმყოფოებს, იმიტომ ვაშენებთ ფინანსურ ცენტრებს, რომ მთელი წელი არ იყოს ერთი დღეც კი, როცა თქვენ არ გიქნებათ სამსახური და მაღალი შემოსავალი. არ იყო დამოკიდებული სეზონურ ყევებზე, არ იყო დამოკიდებული მარტო იმაზე, თუ რა იქნება მხოლოდ ციტრუსის ფასურზე ეს მაღალი უნდა იყოს. ყოველ დღე უნდა იყოს არჩევანი, სად არის უფრო მაღალი ანაზღაურებადი, იმიტომ რომ უნდა იყოს ერთმანეთზე უკეთესი ანაზღაურებადი სამსახურები. აჭარას აქვს ამის პოტენციალი და ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ. ლევანმა და მე ბევრი გამოცდილება მივიღეთ, მათ შორის უკრაინაში და ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს კიდევ უკეთესად. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ ნამდვილად არ მიგატოვებთ და არ გიღალატებთ. ერთად კი ყველაფერს გადავწყვეტთ. დიდი მადლობა რომ მიყურეთ. მომწერეთ თქვენი შენიშვნები, მოსაზრებები. აუცილებლად გავეცნობით დიდი ინტერესით და ყველანაირად შევეცდები რომ გავითვალისწინოთ და გიპასუხოთ. ვიყოთ კონტაქტზე, ვიყოთ ხაზზე. მომავალ შეხვედრამდე.